ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გთავაზობ დღის განმავლობაში შოუ-ბიზნესის სამყაროში მომხდარ ყველა საინტერესო სიახლეს ინფორმატორში და რა თქმა უნდა ლაილაისთან ერთად. ეს გახლავთ 10 საათიანი გამოშვება. მომღერალი ქეთი ციკლაური თბილისის ზღვაზე ახალი ვიდეოკლიპის გადაღებით არის დაკავებული. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სიმღერის ავტორი თემურ ცხილაძეა, რომელიც ქეთის ახლო მეგობარია. Наша реальность, это вообще движоки, раме. Ай, ეკერე უნდა დაიწყოს გადაღება. მერე თურმე რა ხდება? აურა გაიწყალია. მართლა ძალიან გაიწყალია. ხო, ამაზე გუგნა რა უნდა იყოს. ეს სიმღერა არის ძალიან ძველი, შედარებით 8 წლის არის და ერთ-ერთი პირველი იყო იმ სიმღერებიდან, რაც კი მე ჩავწერე და ახლა გავუკეთეთ ახალი არანჟირება. ჩავიდა ჯობია იქიდან გადავიღოთ ის კადრი. ხდება? სანამ ამ სიმღერას გავუკეთებდი, ჩემს სიმღერას, ახლა რომელზეც მიდის კლიპის გადაღება, მან დამოიტანა სხვა სიმღერა, რომელიც ალბომში შედის და თხოვა რომ იმაზე გავაკეთებინა კლიპი. მაგრამ მე სანამ ვფიქრობდით იმ სიმღერაზე, იმ სიმღერის კლიპზე, ამასობაში გაკეთდა უკვე ეს სიმღერა, რომელიც ჩემი აზრით ძალიან ისეთი გამოვიდა რა. კაი. ასე რომ ვთქვათ, თან რა ვიცი, რაღაც იმდენად კაია, რომ შეიძლება ალბომსაც დაერქვას ამ სიმღერის სახელი. ხო და შევთავაზე, რომ მოდი უკვე ამ სიმღერას მე უკვე ვხედავ, როგორ უნდა გაკეთდეს, რა სახის უნდა იყოს კლიპი და რაღაცები და შევჩერდით ამ სიმღერას. გამოიხედე აქეთ. იქითკენ აი კამერას დავდებს, იქიდან აი აქედან პრახოდი გვინდა რა და დანარჩენს მე ხოლმე გადავიღებ. პირველი სექტემბერის სასწავლო წლის დაწყება სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციულად გრანდიოზული კონცერტით აღინიშნა, რომელიც მთლიანად პირველ კურსელებს მიეძღვნათ. მათთვის მღეროდნენ და უკრავდნენ ქართული შოუ-ბიზნესის ის წარმომადგენლები, რომლებიც ერთხელ უკვე დაამთავრეს სახელმწიფო უნივერსიტეტი. მათ გარდა იყვნენ ქართული ესტრადის სხვა წარმომადგენლებიც. 3, 2, 1 მაგრამ ხედავ რომ ყველანი მე ვარ ეს არ მომწონს არ ჩერდები მთელი კონცერტი შემდგომ მიმოძრავო აი მარკივად ეს უნდა ვიმღერო კიდევაც მოკლედ მე მინდა მოგილოცოთ ყველას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებად გახდომა ეს სწორია არ ამგონია მოკლედ ყველა ვინც წელს გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ძალიან ხმამაღლა ყვირის სამდათვლაზე. 1, 2, 3. ყოველწლიურად უკვე დაახლოებით 4 წელია ესეთი კონცერტები იმართება 1 სექტემბერს ან იმ დღეს როცა სწავლა იწყება რა ზოგჯერ პირველში დაიწყო ზოგჯერ სხვა დღეს. ამას აკეთებს უნივერსიტეტი ჩუქნის პირველ კურსელებს პირველივე დღეს რო იქნონ რომ კარგ ადგილას მოხვდნენ მოკლედ რა რომ ისწავლეს იმეცადინეს გამოცდები ჩააბარეს და ცოტა დაისვენონ. პირველი ისიც კი მახსოვს რომ ძალიან წვიმა იყო როცა პირველი გავაკეთეთ და აი წვიმაში ერთი კაცი არ წასულა სახლში რა ანუ კარგი განწყობაა, კარგი მუხტია ის რაც საერთოდ ახალგაზრდობას და მით უმეტეს უნივერსიტეტის ახალგაზრდებს ახასიათებს.
მე უკვე ჩავაბარე, ოღონდ მე ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ანუ კავკასიის ბიზნეს სკოლაში და მეც პირველ კურსელი ვარ, მეც პირველ კურსელი გავხდი. მე მინდა ჩავაბარო უცხოეთში, ალბათ სამსახიობოზე ან სიმღერა ვოკალზე. ძალიან მიხარია რომ ამ კონცერტში მონაწილეობ, იმიტომ რომ ამდენ ახალგაზრდას გავახარე. მე მიხარია რომ ვარ სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაგისტრანტი და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიღებ ხოლმე მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობას, ასევე სტუდენტურ დღეებზე და მიხარია რომ დღევანდელ დღეს ვიმყოფები სტუდენტებთან ერთად, ყველა სტუდენტს მინდა მიულოცო სწავლის დაწყება, მათ შორის საკუთარ თავსაც და ვუსურვო ბედნიერი სტუდენტობის ხანი. მინდა მივულოცო უნივერსიტეტის პირველ კურსელებს და საერთოდ კარგი იქნება რომ ყველა პირველ კურსელს მივულოცო დღევანდელი დღე. მართლა ძალიან ისეთი კარგი ფაქტია რომ ასე ხვდებით ამ დღეს, იმიტომ რომ ეს რაღაცა ცოდნის დღესთან ასოცირდება სწავლის დასაწყისთან. მე განსაკუთრებულად მიყვარს ეს დღე, თან მithumetes ჩემი დაბადების დღეც არის. ხო და რა ვიცი, მინდა ყველას მივულოცო ეს დღე. თავისთავად, რა თქმა უნდა, საჭირო არის ყველა იმ სტუდენტისთვის, რომელიც სწავლობს ესეთი გამხნეველი აქციები, ანუ კონცერტი და ვიტყოდი, რომ ძალიან ხშირად უნდა გაემართოს და რაც შემეხება მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას. მე როგორც სტუდენტი ძალიან ხშირად ვიღებ ხოლმე ესეთ აქციებში მონაწილეობას, წინა 1 სექტემბერსაც მივიღე მონაწილეობა და ნუ რა ვიცი, მე როგორც ვიცი, ძალიან უხარიათ და რაღაც ყოველთვის ისე ოვაციებით ხვდებიან ესეთ დღესასწაულებს. რეჟისორმა ავთო ვარციმაშვილმა დაიწყო მუშაობა ახალ სპექტაკლზე. ეს არის სპექტაკლი ტელემისტერია, რომლის პრემიერაც თავისუფალ თეატრში 18 სექტემბრისთვის იგეგმება. ნიკუშას შეიძლება აბა რა უნდა მანაკი იყოს, მაგის მერე ამბობ რომ იცოდე შენ შესახებ კოჩ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თქვენ მოხვედით აი სულ პირველ წამებში ახლა ჩვენთან. იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად მოვხაზეთ მთელი სპექტაკლის ზაფხულში, შემდეგ ქონდა შესვენება და აი ახლა აი ეს წამია შევიკრიბეთ და ვიწყებთ. ამიტომ თქვენ ახლა ვერაფერს ვერ ნახავთ, რაღაც სცენებს გულისხმობ. ეს არის სპექტაკლი, რომელსაც ქვია ტელემისტერია. პიესა მეკუთვნის მე, თუმცა არსებობს ესეთი უნგრული პიესა, სარალეო ხაზზე შეფერხება, რომლის სიუჟეტურ მოტივებზე აწყობილი ეს პიესა. ძირითადი გუნდი ისევ რჩება ჩემ სპექტაკლებში, როგორც წინა სპექტაკლებში, ისევე ამ სპექტაკლშიც. მთავარ როლებს თამაშობენ ნიკუშა გომელაური, რამაზ იოსელიანი, სლავა ნათენაძე და დაემატა მათ რამოდენიმე მსახიობი, რომელთანაც მე ადრე არ მიმუშავია, მაგრამ ეხლა სიამოვნებით მუშაობ. და საერთოდ რატომ მოვაწევი პროდუცერს? ბიჭი არ ეწევ. შენ შეხვეწევი. არა, მამა არ ვეწევი. ნუ რამდენადაც საინტერესო იქნება თვითონ სპექტაკლი, იმდენად საინტერესოა ჩემი როლი, რადგან პირველად მაქვს შემთხვევა, რომ ვითამაშო ჩემზე ორჯერ უფრო დიდი ადამიანი. მე მგონი ძალიან საინტერესო სპექტაკლი უნდა გამოვიდეს ჩემის აზრით. გადაგირია. კლასიკო ის ტიპები კიდე დადიან მას. არა. რა მოხდა ამისგან? ადამიანს თხოვე მოეწოდებინათ ისაოც. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.